2008 წლის ომს ჰქონდა თავისი რაღაცა უბედურება იყო ეს ომი, რა თქმა უნდა, კიდე ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, კიდე ეგერ აგრესორმა ოკუპაცია განახორციელა, მაგრამ თავისი ნათელი წერტილები ჰქონდა რა. ეს იყო მაგალითად შინდისის გმირები, რომლებიც იბრძოდნენ და დაიხოცნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში. იქ იყო ანწუხელიძის გმირობა, რომელმაც თავი გაწირა პირდაპირ. ეს იყო იმ ადამიანების თავგანწირვა, უბრალო ადამიანების თავგანწირვა, ქართველი სამხედროების თავგანწირვა თუ გნებავთ, რომელიც იყო ახლა ათეული შემთხვევები ასეთი დაფიქსირებული და როდესაც ახლა გმირებს აცხადებ შენ რომ ეს გმირობა კი არა PR-ზე გათვლილი რაღაცა ამბავი იყო და ესე იგი ანწუხელიძე დაიღუპა სააკაშვილის PR-ისთვის აკნინებ ამ ადამიანს, შეურაცხყოფას აყენებ და მარტო ანწუხელიძეს და მის სულს და შინდისის გმირებს კი არა აყენებ ამ შეურაცხყოფას აყენებ ქართულ სამხედროებს, ყველას, აი თვითონ ინსტიტუტს აყენებ შეურაცხყოფას, აყენებ ქართულ პატრიოტებს. ყველას, აი ვისაც მიაჩნია რომ საქართველოს უნდა იბრძოლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავის დამოუკიდებლობისთვის და საერთოდ ეს არის მაღალი ზნეობრივი კატეგორია, ყველა ადამიანს აწუხებ იმაშვები აყენებ შეურაცხყოფას ამით. მე ახლა ისეთი თაობა ვარ და ახლა გამიხარდა რომ ახალი თაობაც ეგერ სამშობლოსთვის და მისი ხვალინდელი დღისთვის მებრძოლი არის. ჩვენ გავიზარდეთ თორნიკე ერისთავი და ბაში აჩუკი და ბახტრიონი და ვაჟაფშაველა და ვაჟკაცობაზე და ესე მეგობრობაზე და სამშობლო და ასე შემდეგ და მე ეროვნული მოძრაობა მოვიდა, ეროვნულმა მოძრაობამ ასე იგი კიდე თავისი სერიოზული როლი ითამაშა და პატრიოტული მუხტი კიდე უფრო მეტად გაზარდა და ამ ყველა ადამიანს აყენებ ერთდროულად შეურაცხყოფას, ამას ხო უნდა მოხერხება რა და გააკეთა. თანაც ეხა ეს მარტო კონტექსტიდან ამოვარდნილად კი არ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ 9 აპრილს ჩვენი ახალგაზრდები დახოცა უცხო ქვეყნის ძალებმა რა. ანუ საბჭოთა კავშირი, რუსული ნიჩაბი, ან რაღაცა ის სადამჟელო ოპერაცია, რომელიც მაშინ რუსებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის წინააღმდეგ, ამებს ყველაფერს გადაუსვა ხაზი და უცხო ძალას თან ბოლო 2 წელია უძახიან ევროპას, უძახიან ამერიკას, უძახიან გაათანაბრა რა, ესე იგი ეს იმათ გააკეთეს, უცხო ძალებმა გააკეთა და ამიტომა უცხო ძალა, ანუ ისიც ცუდი იყო და ესეც ცუდია, ტოლობის ნიშანი დაუსვეს ეგრევე და ეს ყველაფერი არ ახლა დღეს კიდე რა განცხადებაც გააკეთა, ახლა შეხედეთ რუსკა ეს განცხადებები თან მარტო შეურაცხმყოფელი კი არ არის, დამაზიანებელი არის ქვეყნის ინტერესს, როცა ამბობ რომ საქართველოს დაიწყო ომი და შემდეგ რუსეთი იძულებული იყო ამაში ჩარეულიყო, შენ ამით პირდაპირ დარტყმას აყენებ არაღიარების პოლიტიკას, არაღიარების პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ აგრესორია რუსეთი, რუსეთმა დაიწყო ომი და ამ ომს შეეწირა შემდეგ ადამიანები და ამიტომ იმ დაუშვათ რაღაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ თქვა უარი. მაგრამ ეს ეყრდნობა იმას, რომ ქართული მხარე არის მართალი, რომ მე ჰააგის სასამართლომ, შემდეგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველამ ესე იგი დაადასტურა, რომ რუსეთი აგრესორი და რუსეთი რომ აგრესორია, მარტო 2008 წელმა კი არ დაადასტურა საქართველოში. დაადასტურა 2014 წელმა უკრაინაში, როდესაც შევარდნილ ყირიმი დაიკავეს. შემდეგ 2022-მა, როდესაც აგერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელეს. ანუ ეს სახელმწიფო ახორციელებს, ასე ვთქვათ, თავის აგრესიულ პოლიტიკას კონტინენტზე მთლიანად და ევროპაში უნდა რაღაცა ტიპის საზღვრები გადასინჯოს და ახალი რაღაცა რეალობების შექმნას და ასე ვთქვათ, თავისი გააფართოვოს გავლენები ყველა წინაშე. აი, ნახეთ, ქართული ოცნება ამბობს, რომ სამართლებრივად ეს, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, საქართველოს ვერაფრით დააზიანებს, იმიტომ რომ სასამართლოების განაჩენი უკვე არსებობს და პოლიტიკურადაც ვერაფერს პოლიტიკურად ჩვენ გვეცოდინება რას აკეთებ და ეგ რა არის, იცით, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ მეც მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ სასამართლოებს გააჩნიათ ხოლმე ახლად აღმოჩენილი გარემოების შემდეგ რაღაცა ტიპის გადასინჯვის მექანიზმები. მე მაგალითად სასამართლო პროცესებში მიმიღია მონაწილეობა და ვიცი, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების შედეგად ახლად აღმოჩენილი გარემო, როცა ხელისუფლება თვითონ იტყვის და პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, როცა ამბობს, რომ საქართველოს დაიწყო ომი 2008 წელს, შეიძლება ადგეს და ეგერ რუსეთმა იჩივლოს, მეც მაგას ვამბობდიო, იჩივლოს და გადასინჯვა მოითხოვოს იმ ყველაფერს და საფრთხის წინაშე რატო უნდა დააყენო ეს ყველაფერი, ვინმე, ამიტომ ეს არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატი და თანხვედრაში არის და რუსულ ინტერესებთან ამაზე მეტი უფრო თვალსაჩინოება მე მგონი წარმოუდგენელია.
გიორგი გახარია დაბარებული საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ესე იგი კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ ომშიც შეესწავლა პოლიტიკოსების როლი და ჩართულობა წინა ხელისუფლების საქმიანობა, მაგრამ გააფართოვეს და ალბათ იმიტომ, რომ გიორგი გახარიასაც მიწვდნენ. დიახ, რა თქმა უნდა. არსებობს პარტიაში უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია, რა უნდა მოიმოქმედოს? რუსუდან მე ჩემი პოზიცია იყო და არაერთ ეთერში დავაფიქსირე, მე არა ვარ ისეთი კატეგორიული პოზიციის მომხრე, რომ იქ მისვლა არ შეიძლება და ეს მისვლა არის რაღაცა ღალატი და რაღაცა თემა. არის, ესე იგი, იმაში რეზონანსი და არის რაღაცა ტიპის დატვირთვა, რომ მიხვიდე, იქ შენი სიმართლე თქვა და აფიქსირო შენი პოზიცია ძალიან მკვეთრად და წამოხვიდე. მე ასეთი პოზიციის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც, მაგრამ თვითონ გიორგი გახარია არ იყო საქართველოში, გუშინ დაბრუნდა, გუშინ პარტიაში იყო რაღაცა, ასე ვთქვათ, ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცა პატარა შეკრება და გაყოფილია აზრი, უნდა გითხრათ, იმიტომ რომ არის მისვლის ისიც არის, რა ქვია, მისვლის მხარდამჭერებიც არიან და არ მისვლის მხარდამჭერებიც არიან. ესეთი ვითარებაა და გარკვეული არ არის. ორშაბათს გაირკვევა სამავე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ეს კომისია რეგლამენტის მიხედვით არის ოპოზიციური ბერკეტი. ანუ ეს ოპოზიციის ბერკეტია, რომ ხელისუფლების რაღაცა ქმედებების გამოსაძიებლად გამოიყენოს და აქაც თავდაყირა დააყენეს ყველაფერი. ფაქტიურად ესეც მიტაცებული არის. რა პრინციპში ყოველთვის ოპოზიცია ქმნიდა. მიტაცებული, ხო, მიტაცებული არის ეს კომისია, იმიტომ რომ ეხლა ოპოზიცია უნდა იყოს უმრავლესობაში და ოპოზიცია უნდა იყოს უმრავლესობაში და ესენი გვეუბნებიან ჩვენ, რომ მაჭარაშვილი, ინჯია და სოზარ სუბარი არიან ოპოზიციონერები და იქ კიდევ ორი ქოტა არის გახარიას პარტიის, ჩვენი პარტიის ქოტა არის, რომელიც ბუნებრივია, რომ არც აგვითვისებია და არც ვაპირებდით მაგას და განცხადებაც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით და ესენი ამბობენ, რომ ეს არის ოპოზიციური, ესე იგი, არ არის დარღვეული რეგლამენტი და ისე აქვს შექმნილი. რეგლამენტის დარღვევითაა შექმნილი და იმის ნაცვლად, რომ ნამდვილად რაღაცა სიმართლე გაარკვიონ, სიმართლეს არის ანგარიშგასწორების ადგილად გადააქციეს. ანუ პოლიტიკური შოუს დასადგმელად გამოიყენეს, ითიც ისინი ცდილობენ დღის წესრიგი, პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან თვითონ, თორემ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქუჩამ წაართვა მაგათ პოლიტიკური დღის წესრიგი, ამიტომ ცდილობენ ეხლა რომ ასეთი ტიპის ტრიუკებით ისახდან დღის წესრიგი თვითონ დაადგინონ პოლიტიკური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის თლიანად. და ვნახოთ ორშაბათს გაირკვევა მოკლედ. დიახ, დღეს ალბათ უფრო მეტი როცა იყო კომისიის სხდომა, იყვნენ გენერლები, რომლებიც საუბრობდნენ წინა ხელისუფლების დავალებებზე, რაღაც სხვაგვარად იმ ნარატივს ავრცელებდნენ, რა ნარატივსაც მთელი ეს პერიოდი ოცნება ავრცელებს და მე როგორც ჟურნალისტი, ვინც ვაშუქებდი იმ დღეებში მოვლენებს, პირიქით მინდოდა, რომ რაღაც საპასუხოც მომესმინა და გამიხარდა კიდეც ზაზა გოგავა რომ მივიდა იქ. ამიტომ მისვლა არ ნიშნავს მაინც და მაინც ყოველთვის რაღაც თამაში მონაწილეობას. გეთანხმებით, მაგრამ როგორც მისვლას, ასევე არ მისვლას აქვს თავისი არგუმენტები ორივეს და მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ არ მისვლის სასარგებლოდ შეიძლება უფრო მეტი არგუმენტი დაიდო გუშინ თათბირზე, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ამ ამბავზე, მაგრამ გადაწყვეტილი მაინც არ არის ბოლომდე. ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ აი ახლა დღეს და მთელი ეს პერიოდი ვსაუბრობთ იმაზე, რა თქვა ქართულმა ოცნებამ, რას ნაბიჯებს დგამს, რა გადაწყვიტა, ვინ დააკავა თუ ვინ დააჯარიმა. აი საინფორმაციო დღის წესრიგი ახსენეთ თქვენ. რატომ ვერ ხერხდება? მართალია მას აქვს უდიდესი რესურსი, მაგრამ აი რატომ ვერ ხერხდება, რომ ამ დოზით ყურადღება არ მიგვაქცევინოს იმაზე, რასაც თვითონ აკეთებს? რა არის, იცი, 5 თვე ძალიან დიდი დროა. 5 თვე ძალიან დიდი დროა. იმდენად დიდი იყო ეს პროტესტი და იმდენად სერიოზული რაღაცა აქტიურობები დაფიქსირდა, რომ ყოველთვის ერთი და იგივე ინტენსივობით ეს შეუძლებელია რომ განხორციელდეს. ოღონდ ერთ რამეს გეტყვით, ის მუხტი, რომელიც არის ქვეყანაში, არსად არ წასულა, ის ბიჭები და ქალბატონი მზეა, რომლებიც პატიმრობაში არიან დღეს, ისინი ის მუხტი რო არსებობს, კიდე იმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ პატიმრები ყავს. თან პოლიტპატიმრებს მე არ ვეძახი, მაგრამ სინდისის პატიმრები არიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. რატომ იცით? იმიტომ რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გვიწერია კონსტიტუციაში.
ეს ახალგაზრდები და ეს ადამიანები იცავდნენ ამ მიმართულებით, ესე იგი, რომ გადაედგა ნაბიჯები აპროტესტებდნენ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს და ხელისუფლება იქცეოდა პირიქით რა. ამიტომ იმდენად მორალური და იმდენად სწორი პოზიცია აქვთ მათ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომ ესენი არ არიან პირდაპირ თან მიტინგების და დემონსტრაციების გამო, ვისაც აპატიმრებდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში პირდაპირ პოლიტპატიმრად აცხადებდა ხოლმე მთელი მსოფლიო, ეგეთი ამბავი იყო და ესენი არიან კიდევ უფრო მეტად არანაირი ტიპის კრიმინალური ქმედება, მათი დაპატიმრების საფუძველი არის საპროტესტო აქციაზე. იქ შეიძლება ზოგს ედავებიან, რომ პოლიციელს რაღაც ისქენი, რა ქვია, წინააღმდეგობა გაუწია ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის საპროტესტო აქციის კონტექსტში და იმის იქით არაფერი არ აქვს მათ საწინააღმდეგო ამ ადამიანებს. ამიტომ ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ამ საპროტესტო საქმიანობისთვისაც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანეს და მომავალში შეიტანენ. და რაც შეეხება იმას, რომ სად წავიდა ეს საპროტესტო მუხტი, არსად არ წასულა და არცად არ წავა. უნდა გითხრათ, ერთ ჩოულე, აგერ ხო ხედავთ, ერთმა იმან, რა ქვია, პერსონამ ხელისუფლებიდან გააკეთა როყიო, მოღალატური, არამოზომილი განცხადება და ამას მოყვა ამხელა რეაქცია და ერთ ჩოულებრივ, ერთ შეხედვით მოვლენა შეუძლია ისევ თავიდან წამოიწყოს ეს ყველაფერი წინააღმდეგობა. თავარი კრიტიკული მასა არსებობს? როგორ არ არსებობს? სად წავიდა? მასა შეიძლება შეეგუოს, არა? არა, არ არსებობს. ანუ შეგუება. არა, ეგეთი რამე შეგუება, რომ ეხლა შენ იცი, რომ აი ჩვენ რუსეთისკენ უნდა წავიდეთ, რომ ჩვენ არასამთავრობო უნდა აგვძალოთ, კრიტიკული მედია უნდა აგვძალოთ, ოპოზიციური პარტიები უნდა აგვძალოთ, უნდა იყოს აქ მუდმივად ბიზნესას, დღესაც, ხვალაც და მომავალშიც აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამას არავინ არ შეეგუება იმ კატეგორიის საფუძველზე. ახლა ამბობთ, რომ არსად არ წასულა, შეიძლება ერთმა რაღაც მინიმალურმა რაღაცამ აყირაოს სიტუაცია. არის თუ არა გამართლებული, ან რამდენად გამართლებულია ამ მდგომარეობაში ყოფნა ახლა, რომ ისევ ქართული ოცნება რაღაცას გააკეთებს, რაღაც მის შეცდომებზე იყოს დამოკიდებული მათ შორის პროტესტი. არა, მე არ ვამბობ, რომ არის დამოკიდებული, მაგის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ჩვენ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ მუხტი არსად რომ არ წასულა, ამის დადასტურება შეიძლება ვნახოთ მათი ერთი ჩოულებრივი მოუზომავი ქმედებიდან რეაქციაზე. ვნახავთ მაგას აუცილებლად, მაგრამ ის რომ ახლა რაღაცა პოლიტიკური დღესწესრიგი სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად უნდა შექმნას, მარტო ოპოზიციურ პარტიებზე ნუ იქნება აქ ჯოხი გადატეხილი, იმიტომ რომ ყველა მთლიანმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოიფიქროს თავისი დღესწესრიგი ინფორმაციაში, რომელშიც ეხლა ვარ, როგორ უნდა გადავათამაშოთ და როგორ უნდა გადავიტანოთ. ეს არის, რა თქმა უნდა. ვფიქრობ თუ არა, რომ პროცესის წარმმართველი შეიძლება იყვნენ პოლიტიკოსებიც და პარტიები. კი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ყველაფერი არის შესაძლებელი, უბრალოდ კიდევ ერთხელ ეხლა არის პატური სიტუაცია რაღაც, სადაც ოპოზიციამ, ასე ვთქვათ, ადამიანელ არჩევნებს ამ ეტაპზე ჯერ ვერ მიაღწია და ხელისუფლებამაც ვერ მიაღწია, რომ ეს პროტესტი გაექრო და რაღაცა სახში გაეშვა და ისიც ეხლა როცა ტრამპის ადმინისტრაცია გამოვიდა პირველ ეტაპზე და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ ამითი რაღაცა ოცნება ყელყელაობდა, რომ აი ნახეთ ჩვენ რასაც ვამბობდით, ტრამპიც იმას ამბობს და შემდეგ. ეს თემები თავდება უკვე, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება უკვე რამდენიმე, ვიცით ამერიკის პოზიციაც, რომ ახლა პარტიების აკრძალვას და მედიის აკრძალვას და სიტყვის თავისუფლების აკრძალვას აქ არავინ არ შეეგუება, აქ არ შეუძლებელია, რომ ამ სივრცეში, სადაც საქართველოს ამდენი წელიწადია თავისი შრომა, თავისი რაღაცა თავგანწირვა თუ გნებავთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის აქ ჩადებული, რომ ესე იოლად რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს, ამას არც ჩვენი პარტნიორები დაუშვებენ და არც ქართული ხალხი არ დაუშვებს, რაც ყველაზე უფრო მთავარია. როგორ ხედავთ ახლა ბატონ ზვიად ქართულ ოცნებას, რომელმაც ძალიან ბევრი მიმართულებით ბერკეტები გამოიყენა პროტესტის შესაჩერებლად, ბევრი პრობლემა აქვს საგარეო ასპარეზზე, დასანქცირებული ყავს სხვადასხვა თანამდებობის პირი, ის ახლა დასუსტებულია თუ უფრო მეტად იმყარებს პოზიციებს ამ რაღაც მათ შორის სისასტიკის ჩვენებითაც მაქვს ესე იგი პასუხი შემდეგი. ისინი გარეგნულად ცდილობენ, რომ არ შეიმჩნიონ და აჩვენონ, რომ არიან ძლიერად, რომ არიან მშვიდად, რომ აკეთებენ ესე იგი პოლიტიკურ მმართველობას ახორციელებენ შეფერხებებს გარეშე, მაგრამ სინამდვილეში
არიან ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ. ეხლა გეტყვით უბრალოდ პრაქტიკული მაგალითებიდან გამომდინარეს გეტყვით. ეხლა მოსამართლეები, რომლებმაც უსამართლო განაჩენების საფუძველზე ათეულობით ადამიანი ჩასვეს ციხეში. მათ ხო თავიანთ განაჩენს მოაწერეს ამით ხელი. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად კი არ იქნება ხელისუფლებაში. ერთ დღეს აღარ იქნება და ის დოკუმენტალურად დადასტურებული მათი ბრალეულობა დევს. არსად არ გაქრება და არც გაქრება. ისევე როგორც პოლიციელები, რომლებიც ამ 300 თუ 400 ადამიანის სიკვდილამდე რო სცემეს და შემდეგ 50 მათი ყალბი ჩვენებების, არასწორი ჩვენებების საფუძველზე რო არიან დაპატიმრებული, მათაც ხო იციან რომ ეს ყველაფერი ერთჩვენიერ დღეს აუცილებლად წამოყოფს თავს და ვინმე კი არ უნდა გაასამართლოს ისინი რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მაგრამ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი და ეს ადამიანები, რომლებიც საშინელებებს ყვებიან, როგორ ექცეოდნენ დაკავების შემდეგ, ანუ მათ სივრცეში როცა გადავიდნენ, ამის შემდეგ როგორ ექცეოდნენ წამება, ღირსებისა და პატივის შემლახავი ქმედებები, ესენი ყველაფერი, რაც ჩვენ თვითონ ვიცით და ძალიან უამრავი მასალა დაგროვდა. ეს თქვენ გონიათ რომ სიძლიერი არის? ან ის პატიმრები, რომლებიც გადააგორა ეს კრიზისი, ეს თავიდანვე უფრო თავიდან ჩანდა უფრო მეტად, რაღაც საჯარო მოხელეები ტოვებდნენ. არა, სანამ ცხელია, მაშინ უფრო ყველა ამას აქცევს ყურადღებას, მაგრამ ეს ისეთი ავადმყოფობა არის სახელისუფლებო ორგანიზმის, რომელიც არსად არ წასულა და რომელიც აუცილებლად იჩენს თავს და თვითონ ძალიან კარგად იციან თავიდან ამ სანქციებთან დაკავშირებითაც გეტყვით ერთ რამეს. თავიდან ღლიცინებდნენ ამ საქციებზე. ეხლა ბაბუაჩემი არ წასულა იმაში ინგლისში და არც მე არ წავალ და ჩემს სოფლებში ვივლი და ხელფას როგორმე ავიღებ და არ იქნება პრობლემა. ეხლა ძალიან მწარედ განიცდიან ამას და მათი რეაქციებიდან გამომდინარე შეგიძლიათ ნახოთ რომ ძალიან აწუხებთ, იმიტომ რომ ეს 3 დღე მჩიოა, ეს ხო ერთწლიანი ან ერთთვიანი სანქცია არ არის. ყველა ვინც იმ სიაში მოხვდება და თანამდებობის პირები არიან, მარტო ივანიშვილი ხო არ არის. მათთან ვინც არის აი მიბმული აი ამ რაღაცა სახელისუფლებო ბერკეტებით და დანაშაულებითაც აქედან გამომდინარე, ყველა არის შეწუხებული, იმიტომ რომ იციან რომ თვითონაც მათი შვილებიც, მათი ოჯახის წევრებიც პრობლემების წინაშე იქნებიან, სულ მუდმივად რა, ეს არ ქრება. თანაც ზოგიერთი სანქცია ისეთი მძიმეა, განსაკუთრებით მაგნიცკის სია და ასე შემდეგ, ხო? ის სანქციები არსად არ მიდის რა. ამიტომ ხელისუფლებაც რომ თქვათ რომ ეხლა დალხენილი მდგომარეობაში არის, ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. მე უბრალოდ გეტყვით რომ ახლა არის ისეთი ვითარება, როდესაც ეს პროტესტი არსად არ წასულა, მაგრამ მისი გამოხატულება არ არის ისეთი მძაფრი და აქტიური, როგორც ეს პირველ დღეებში იყო. კეთილი, მადლობა. მადლობა თქვენ. ზვიად ძიძიგურს, მე თქვენ დაგემშვიდობებით.